მამუკა ხაზარაძის ინიციატივას 4 ბარიერ გადალახული კოალიციის გაერთიანებზე პოლიტიკოსები აფასებენ. ლელოს ლიდერის მოწოდებით უნდა შეიქმნას ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი, სადაც წამყვან როლს სალომე ზურაბიშვილი შეასრულებს. ხაზარაძის ინიციატივამ ოპოზიციაში ასთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ვინ რა პირობით დათანხმდება შეთავაზებას ან მოხერხდება თუ არა ხაზარაძის იდეის გარშემო ოპოზიციის გაერთიანება, ეს ჯერჯერობით უცნობია. ოპოზიციის ნაწილი შეთავაზებას იწონებს და მთავარ გამოსავალს სწორედ მეტერთიანობას და კონსოლიდაციას მიიჩნევს. მაგალითად, გირჩი მეტი თავისუფლების წევრი ცოტნე კობერძე კი აცხადებს, რომ თუ იქნება ერთობა, რომლის ლიდერი სალომე ზურაბიშვილი იქნება, მისი ნაწილი თავად არ იქნება. ოპონენტების გეგმების მიმართ მმართველი გუნდი სკეპტიკურად არის განწყობილი. ეს ხედვა მრავალი თვეა გვაქვს გაჟღერებული, ეს არის ალტერნატიული პოლიტიკური, ასე ვთქვათ, რაღაც საკოორდინაციო ცენტრის შექმნა, სადაც იქნებიან წარმოდგენილი ყველა ის პარტიები, ვისაც აქვთ მანდატი ქართული ხალხისგან მიღებული საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, სადაც უკვე წარიმართება მუშა პროცესი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, აი პროცესის, რომელიც ეხლაც მიმდინარეობს, მაგრამ არ არის სისტემატიზირებული. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს დრო და ასე ვთქვათ, ვითარება მოითხოვს იმას, რომ სისტემატიზაცია მოხდეს ამ კოორდინაციის და ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით გვექნება შესაბამისი პროგრესი ძალიან მალე. სტრატეგია აღმაშენებელი ორივე ხელით უჭერს ხარს კოორდინაციას, ერთიანობას, რაც გინდა ცენტრს, რაც გინდა დავარქვათ. ორი მიმართულებით არის საჭირო ერთიანობა. ერთიანობა ქვეყნის შიგნით, რომ მოძალადე რეჟიმი მისგან გავათავისუფლოთ ქვეყანა და შევქმნათ თავისუფალი მოქალაქეების ქვეყანა და ერთიანობა ქვეყნის გარეთ, რომ ყველამ ჩვენმა პარტნიორმა ნახოს, რომ რეჟიმი არის ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ იზოლაციაში. ბევრი ტიპის ერთობებზია საუბარი, ყველა საკითხს საკუთარი შინაარსი დაახსნა. მე ზოგადად მგონია, რომ ესეთი ტიპის ერთობებს უფრო ქმედება ჭირდება, ვიდრე საუბარი და კონკრეტულად რაღაც იმგვარი ტიპის პლატფორმაზე, რომელსაც მიმართებელს თქვა სალომე ზურაბიშვილი იქნება რაღაც ამ კაფეო ლიდერი და რაღაც ესეთ რაღაც ალტერნატივაც იარსებებს. მე პირადად როგორც ასე ცოტა კობერიძე არ უყურებ, რომ ახლა რაღაცა ის რეალურად რამე შეცვლის და ისეთ რაღაცის ნაწილად ყოფნას, რომელზეც მე ახლა იმედებს არ მომყარებ, აღარ ვაპირებ. გენიალური იდეა. ჩვენ რამდენი ხანია ამის შესახებ ვიძახდით, რომ ქართული ამორჩეველი არ უნდა დაგვებნია, ნაცები უნდა ყოფილიყვნენ ერთად, ხოცები ერთად და გირჩი ცალკე. კარგი იქნება თუ ახლა მაინც მოხდება დაგვიანებით, მაგრამ ამ გეგმის აღსრულება და მე მხარს ვუჭერ მამუკა ხაზარაძეს იმაში, რომ ყველანი ესენი გაერთიანდნენ. უბრალოდ ცოტა ჯიბეზეც უნდა გაიკრას ხელი. ახლა ეგრეც არ უფასოდ არ გამოუვა ყველას გაერთიანება ხაზარაძეს თავის ინიციატივის გვერდით და მე მაინც ვფიქრობ, რომ სიწუწკეს უნდა მოუღლოს და ცოტა ხელგაშლილი იყოს კოლეგებთან. მიშა სააკაშვილის ჩანაცვლების ოპერაცია სალომე ზურაბიშვილით ხომ დიდი ხნით ადრე დაწყებულია. თავისივე პარტიებში შეხედეთ ერთი რაიმე სერიოზული ნაბიჯი მიშა სააკაშვილის თქვა გასათავისუფლებთან რაღაცა გადადგეს. არა, რა თქმა უნდა, ეს იყო გათამაშებული რაღაც ისეთი სპექტაკლები და Deep State-ისგან დიდი ხანია უკვე სალომე ზურაბიშვილი დანიშნეს, რასაც ულოცავ ოპოზიციას, იმიტომ რომ ვიდრე ასეთი ლიდერები ეყოლებათ, ჩვენ შეგვიძლია ძალიან მშვიდად ვიყოთ.